კახა კალაძე კარგი მერია. მე შევეცდები, რომ კახა კალაძის მაგალითზე ზოგადად ქართული ოცნების დამოკიდებულება შევეხოთ, რა არის კარგი და რა არის ცუდი მათ წარმოსახვაში და სამწუხაროდ მათ ელექტორატშიც, რომელიც არც თუ ისე ცოტა და პატარა ნაწილია ქართული საზოგადოების, როგორ შეიძლება თბილისის მერი ჩაითვალოს კარგ მერად, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქის ცხოვრებით და ძალიან მარტივად დავხსნი ამას. დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს სამსახურში არ წასულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და წარმოდგენა არ აქვს თვითონ შეგრძნების დონეზე თუ რა პრობლემაა ყოველდღიურად სამსახურში იარო, ვთქვათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელშიც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო სახელმწიფოსგან და მაინც გაუმართავია. დარწმუნებული ვარ, მაშინ როცა ვამბობთ, რომ ის ქალაქის ცხოვრებით არ ცხოვრობს, ვიცით, რომ ის ცხოვრობს განაპირა რაიონში, რაღაც ელიტურ რაიონში თბილისის, რომელიც ფაქტობრივად თბილისის გარეთ არის და დღის განმავლობაში საერთოდ რა პრობლემები არის ქალაქში. მე მესმის, რომ მას დიდი ბიუროკრატია ყავს და შეიძლება არ გჭირდებოდეს, რომ მუდმივად იყო ჩართული და ყველა ეპიცენტრში იყო ჩართული, თქვათ, ქალაქის ცხოვრებისა. ის ნაწილი რო ავიღოთ, რომელზე საუბარიც ნაკლები არის დღეს, იმიტომ რომ გადაფარა ეს ყველაფერი ტოტალურმა კორუფციამ, მაგალითად, რაც მერიაში არის. ხო, ჩვენ ვხედავთ რეაბილიტაციებს, რომლებიც იწყება, ანონსდება, რომ დასრულდება პირობითად რაღაც X თვეში და 3 იმდენი დრო გრძელდება, გვახსენდება. ყველა ესაც ძალიან საინტერესო შემთხვევებია, ყველა რეაბილიტაციის დროს ხდება ნიუსი, რომ მილების ჩაყრა დაავიწყდათ რეაბილიტაციის დროს. ესეთი პატარა კორუფციული, ხო, რეალურად ეს რისთვის არის საჭირო, ის გადაითხაროს თავიდან და შემდეგ მოხდეს რაღაცა კიდე კორუფციული გარიგება თუ ასე შემდეგ. განსაკუთრებულად ჩანს სამწუხაროდ მაშინ, როდესაც ძალიან დიდ რაღაც ბიუროკრატიაზე და რესურსებზე აქვს გავლენა ერთ კონკრეტულ ადამიანს, ეს კორუფცია, რომელიც ნაკლებად შეიძლება ჩანდეს, ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონებში და სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ეს ნაკლები არის და ეს რიცხვები ესე არ ყვირის, მაგრამ ის რაც დღეს ხდება თბილისის მერიაში, არის ერთ-ერთი სიმპტომი, თუ რა ხდება სისტემაში უკვე წლებია. არაპროფესიონალიზმი, ჩვენ ხედავთ, რომ თქვათ, განათლების რეფორმაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც შვილები დაყავთ რამდენიმე ათეულათასიან სკოლებში, ჩვენ ხედავთ, რომ ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც ჭირდება რეალური რეფორმა და რეალური განხილვა, საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც ბმა საერთოდ თეატრულუკიანი იყო კულტურის მინისტრი, როდესაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა ამ სფეროს მიმართულებით, არც იმისა, თუ რა პოლიტიკა უნდა დაგეგმულიყო და რა უნდა განხორციელებულიყო და ამის ნაცვლად მივიდა და რაცა מחვილით დაიწყო საშინელი რეპრესიები, რომელიც ალბათ ბერიას მერე საქართველოში მსგავსი რაღაც რეპრესიები კულტურის სფეროს არ ახსოვს, ხო?